მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვისაუბრო ცნობიერების რიცხვებზე 2, 11, 20 და 29. ანუ იმ ენერგიებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დაბადებული არიან ნებისმიერი თვის 2-ში, 11-ში, 20-ში და 29 რიცხვებში. პირველ რიგში უნდა განვიხილო ენერგია 2, რადგანაც ეს არის საბაზისო ენერგია, ხოლო შემდეგ გამოვყოფ დანარჩენ ენერგიებს და გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ ორიანი ენერგია მატერიალურ სამყაროში მოდის იმისათვის, რომ შექმნას ურთიერთობები და ისწავლოს ურთიერთობები. მას ასე დავიწყოთ. ენერგია 2. მას სიმბოლურად ქურუმი ქალი ეწოდება, ეს ქალური ენერგია და გამოხატავს ყველაფერს შეუცნობელს, საკრალურს, ადამიანის შინაგან სულიერ სამყაროს. უმაღლეს ჭეშმარიტების გაგება ორიან ენერგიას შეუძლია თავისი შესანიშნავი ინტუიციის, სიზმრებისა და ტელეპათიის საშუალებით. დადებით ენერგიებში ფლობს დიპლომატიურ ნიჭებს. შეუძლია ღრმა და მგრძნობიარე ხედვა, ანუ შეუძლია დაინახოს და შეამჩნიოს ის, რაც დაფარულია და რაც შეუმჩნეველია სხვა ენერგიებისთვის. დაკვირვებულია და ძალიან ფრთხილი, ძალიან ემფათიური. მას ადვილად შეუძლია დაინახოს სხვაში ემოცია და უფრო მეტიც დაეხმაროს და განკურნოს იგი და ამას აკეთებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ორიან ენერგიას ვერ მოუტყუებთ, რადგანაც იგი ძალიან ადვილად ხვდება და ხედავს ადამიანის როგორც გულწრფელობას, ასევე ტყუილს. ეს მათი ბრწყინვალეთვისებაა. ენერგია 2 არ ირტვის ლიდერობისკენ ისე როგორც ერთიანი. მას უფრო ჩრდილში ყოფნა უნდა და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. ორიანი ენერგიის არსი არის მსახურებაში, ნებისმიერი სახით, დახმარებაში, ცოდნის გადაცემაში, მზრუნველობაში და ამას აკეთებს დიდი სიყვარულით. ორიანი ენერგიის მქონე ადამიანებს აქვთ კავშირი ბუნებასთან. უყვართ ბუნება, შეიგრძნობენ და აღიქვამენ მას და შესაბამის ხასიათზეც არიან. ისინი იმყოფებიან მუდმივ ენერგეტიკულ ნაკადში და ამიტომ ორიანთან დასმულ კითხვაზე პასუხს ძალიან სწრაფად იღებთ. აქვთ ორატორული ნიჭი, ძლიერი ხმა. ასევე მისი ერთ-ერთი უნიკალური თვისება არის კონფლიქტების მოგვარება. ყველა უიმედო სიტუაციებშიც კი თავისი დიპლომატიური ნიჭისა და მანიპულაციების საშუალებით შესანიშნავად აგვარებს კონფლიქტებს. მინუს ენერგიებში არ ენდობიან სხვებს, ეჭვიეპარებათ ყველასა და ყველაფერში, არიან კონფლიქტურები, გაბრაზებულები ყველაზე, ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე. მუდმივად გაურებულები, ძალიან წუწუნა ადამიანები ხდებიან, ძალიან უყვართ ჭორაობა, გაკითხვა, ტყუილები, არაფრის მომცემიც არიელი საუბრები. ძალიან გულგრილები ხდებიან ყველას მიმართ, ახასიათებთ ეშმაკური მანიპულაციები, რომლებიც ადამიანის საწინააღმდეგოდაა მიმართული. არ შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად. ისინი შეზრდილები და შესისხორცებული არიან თავიანთ პარტნიორზე. ვერ ადგენენ საზღვრებს, ან თუ აქვთ საზღვრები, ვერ იცავენ ამ საზღვრებს. აქვთ კონფლიქტები დედასთან და საერთოდ ქალებთან. ორიან ენერგიას აქვს მინუსში ორი უკიდურესობა. ერთი შეიძლება იყოს ძალიან პასიური, ხოლო მეორე უკიდურესობა ეს არის, რომ ზედმეტად აქტიურია. და ასეთ ზედმეტად აქტიურ ენერგიასაც თავისი ცუდი თვისებები აქვს, მსმენელი გაურბის და გაურბის ასევე პარტნიორიც. რადგანაც იგი ასეთი მოზღვევებული ენერგიის გამო თითქოს და ახრჩობს სხვებს. აქვთ ასევე ერთი ძალიან დიდი მინუსი, ხშირ შემთხვევაში ორიანი ენერგიის მქონე ქალები შეგნებულად ამბობენ უარს შვილის გაჩენაზე, რადგანაც ეშინიათ დედობის. შემდეგი ენერგია ეს არის მე-11 ენერგია, ძალა. იგი სიმბოლურად გამოხატავს ჰარმონიას, ბალანსს და სიმართლეს. დადებით ენერგიებში მე-11 ენერგია არის ადამიანის ფიზიკური ძალის და ემოციურობის, ასევე სულიერების შეერთება. გამბედაობა, სითამამე, გამძლეობა, ეს თვისებები მათ აძლევს საშუალებას გადმოსცეს თავისი პოზიცია და დაიცვას კიდეც იგი. ძალიან შრომის მოყვარეები, ამტანები, დიდი ფიზიკური შრომა შეუძლიათ, ადვილად და სწრაფად ითვისებენ ყველაფერს,
რამოდენიმე საქმის კეთება შეუძლიათ ერთდროულად. ძალიან სწრაფად გადმოაქვთ პრაქტიკაში მიღებული ცოდნა, ყველაფერს ასწრებენ, პროექტების მართვას, ოჯახის მართვას, ოჯახზე ზრუნვას და მეგობრების დახმარებას და ამას აკეთებენ ძალიან სწრაფად. მე-11 ენერგია არის ძალიან სწრაფი ენერგია, ისე როგორც 7-იანი. შემდეგ ძალიან უყვართ ფიზიკური დატვირთვა, სპორტი, სხეულის მოვლა და ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ისინი მოდასაყოლილები არიან, არამედ უბრალოდ უყვართ ლამაზი სხეული. ყურადღებას აქცევენ სწორ კვებას. ძალიან ხშირად დიდი მიღწევები აქვთ სპორტში, ისე როგორც 4-იანებს. მე-11 ენერგია ითვლება, რომ 2 რიცხვის კომბინაციაა. ესეც რა თქმა უნდა არის ენერგია 2, მაგრამ 2 ერთიანისაგან შემდგარი. და ერთიანი, როგორც ვიცით, არის ლიდერული თვისებებით გამორჩეული ენერგია. ესე იგი, ამ შემთხვევაში, მე-11 ენერგიის შემთხვევაში ის ამბობს, რომ მე მოვალ შენთან, ვიმეგობრებ, ვითანამშრომლებ, ჩამოვაყალიბებ ურთიერთობებს, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა აუცილებლად ჩემი უნდა იყოს. აი ესეთი განმასხვავებელი ენერგიაა მე-11 ენერგია. მინუს ენერგიებში ხშირად ასეთი ენერგიის მქონე ადამიანი იწყებენ თავიანთი ძალის გამოყენებას თავისი თავისა და სხვების საწინააღმდეგოდ. არიან აგრესიულები, შედიან ფიზიკურ კონფლიქტებში. ასევე ახასიათებთ სათქმელის უთქმელობა და აგრესიის შიგნით შეკავება. შეუძლიათ დიდი ამტანობის გამო ორგანიზმზე ზედმეტი დატვირთვების განხორციელება და ეს არაფრით არ შეიძლება. აგრეთვე აქვთ მინუსი ის, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას არ ახდენენ, რადგანაც არ ჯერათ თავისი დიდი შესაძლებლობებისა. შემდეგი ენერგია არის 20, სასამართლო. ეს არის გვარის ენერგია. დადებით ენერგიებში, ასეთი ენერგიის მქონე ადამიანები ძლიერი ურთიერთკავშირებით გამოირჩევიან თავიანთ ოჯახთან და გვართან. აქვთ უნარი აღადგინონ საგვარეულო კავშირები. კეთილი, მოსიყვარულე თვისებებით გამოირჩევა თავისი ოჯახისა და ოჯახის წევრების მიმართ, საგვარეულოს მიმართ. აქვთ მზრუნველობა, უყვართ თავისი სანათესაო შეკრება, მხარს უჭერენ საგვარეულო და ოჯახურ ტრადიციებს. მკაფიოდ აქვთ გააზრებული, რომ ის არის ოჯახის ნაწილი და არა ცალკეული ერთეული. 20 ენერგიის მქონე ადამიანები მუდამ მზად არიან ოჯახის წევრების დახმარებისთვის და მათგანაც იგივე მოლოდინები აქვთ. ხშირად სიზმრებს ნახულობენ თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებზე, რომლებიც აძლევენ მინიშნებებს და ამით ეხმარებიან მათ, იცავენ და სწორ გზაზე აყენებენ 20-იან ენერგიის მქონე ადამიანებს. ძალიან დიდი ინტერესი აქვთ მათ ყველაფერი საიდუმლოებებისა და საკრალური ამოუცნობი ცოდნის შესწავლისადმი. კარგი შორსჭრეტელი და სტრატეგიული აზროვნების მქონეები არიან. პატიოსანი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, ზებუნებრივი უნარი აქვთ განკურნებისა და აქვთ ძალიან კარგი ინტუიცია. მინუს ენერგიებში შესაძლებელია აგრესია, უპატივცემულობა ოჯახისა და ოჯახის წევრების მიმართ, გვარის მიმართ, განკითხვა, განსჯა ახასიათებთ მათი. შესაძლებელია მის სულში იყოს ძალიან დიდი გულისწყეთა და წყენა თავისი ახლობლების მიმართ, რადგანაც არ იღებენ ამ ახლობლებს ისეთებად, როგორებიც ისინი არიან. არის ასევე შესაძლებელი, რომ 20-იანი ენერგიის მქონე ადამიანებს ცხვენია თავისი წარმომავლობის, უარყოფს ოჯახურ კავშირებს, ოჯახურ ტრადიციებს. ან პირიქით, მიჯაჭვულები არიან ოჯახზე და ოჯახის წევრებზე და ამის გამო ძალიან დიდ ზეწოლას ახორციელებენ მათზე. 29 ენერგია. ეს ენერგიაც არის 2 რიცხვის კომბინაცია, ეს არის 2 + 9 და ესეც მე-11 ენერგიის მსგავსად ძალიან ხისტი ენერგიაა, თუმცა აქაც არის 2 რიცხვის კომბინაცია. 2 ანუ არის ქალური საწყისი, ხოლო 9 კი არის პლანეტა მარსი, ესე იგი თუ 2 ურთიერთობებს ვერ აყალიბებს, ანუ ვერ ახერხებს, 9-იანი იწყებს ბრძოლას და დაპყრობას. ასეთი 2-იანი ყველაზე მებრძოლი 2-იანია და მუდამ ცდილობს დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე. ყოველთვის ეცდება ბევრი ფულის შოვას,
გამოიმუშაოს დიდი ფული. მას ჩვენ შევჭირდით 29 ენერგიაზე. კარმული ნუმეროლოგიის მიხედვით 29 მეტია ვიდრე 22, ამიტომ 29 ენერგია განიხილება როგორც ორი რიცხვის კომბინაცია. და ეს არის 2 + 9 11. ეს ენერგია არის ყველაზე მებრძოლი და ყველაზე იდუმალი ენერგია. ისე როგორც მე-11 ენერგია, ესეც ცოტა უფრო ისეთი ხისტი ენერგიაა. და ორი რიცხვის კომბინაცია, ანუ 2 არის ქალური საწყისები, ხოლო 9 ეს არის პლანეტა მარსის ენერგია და ეს კი ბრძოლის პლანეტაა. ესე იგი, თუ ამ შემთხვევაში ორიანი ვერ ახერხებს ურთიერთობების ჩამოყალიბებას, არ გამოსდის ურთიერთობები, მაშინ 9-იანი იწყებს ბრძოლას, დაპყრობას. ასეთი ორიანი ენერგია ყველაზე მებრძოლია და მუდამ ცდილობს დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე. ანუ 29 რიცხვში დაბადებული ადამიანის ენერგია გამოირჩევა ამით, რომ იწყებს ბრძოლას, დაწყებული საქმის ბოლომდე მიიყვანას ცდილობს. ყოველთვის ცდილობს ბევრი ფულის გამომუშავებას. მას პრინციპში თითქმის პარტნიორი არ სჭირდება, მას სჭირდება მხოლოდ ძალაუფლება. და ორიანი ენერგიისაგან განსხვავებით, ანუ 2-ში, 11-ში და 20-ში დაბადებული ადამიანის ენერგიებისაგან განსხვავებით, 29 რიცხვში დაბადებული ადამიანი ყველაზე ძლიერი ლიდერული ენერგიებით გამოირჩევა. აი ეს არის მოკლედ საერთოდ ორიანი ენერგიის შესახებ. თუ ვინმეს აინტერესებს უფრო მეტი და ღრმაც კვლევა თავის თავზე და კონსულტაცია, გთხოვთ მომართოთ პირად შეტყობინებაში ან დამირეკოთ ტელეფონზე 593 31 58 98.